მოლდოვა პარასკევს მთავრობის გარეშე დარჩება ქვეყნის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა არ გამოუცხადა. მთავრობამ უფლებამოსილებას 3 დღის ვადაში უნდა მოიხსნას, ამას კი სავარაუდოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვება. შეძლებენ თუ არა კომუნისტები მოლდოვას პროდასალური კურსის შეცვლას და რა გავლენას მოახდენს ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე. ამას სანდრო ჯუფალაკიანის სიუჟეტიდან გაიგებთ. მე მინდა ევროპა, მე მინდა ევროპული ოჯახი. ამ ლოზუნგებით კიშინიოვის ცენტრში მთავრობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. თუმცა ვლად ფილატმა საპარლამენტო ტესტი ვერ გაიარა. პრემიერს თანამდებობის დატოვება მოუწევს. პრეზიდენტის მიერ ახალი პრემიერის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ პარლამენტს მთავრობის დასამტკიცებლად 45 დღე აქვს. თუ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება არ მოხდება, რიგ გარეშე არჩევნები ჩატარდება. პასუხისმგებლობა პროცესებზე იმ პირებს ეკისრებათ, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობდა. ფილატის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობდა. საქართველო და მოლდოვა ამ კონტექსტში არაერთხელ დასახელდნენ როგორც სამაგალითო ქვეყნები. ამაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის ფილატის საქართველოში ვიზიტის დროს. მოლდოვა ჩვენთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში, ერთ-ერთი ყველაზე წინ წასული ქვეყანა რეფორმების კუთხით. გასულ წელს იყო ვარაუდი, რომ საქართველო მოლდოვასთან ერთად შეძლებდა შესაძლოა თეორიულად ესეთ შანსი იყო ევროპული პერსპექტივის მიღებას. ნუ ახლა ამაზე ნაკლებად საუბრობდნენ. ის რომ მოლდოვა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით უსწრებს, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა შეახსენა. შევახსენე, იქ ისხდნენ მეთქი ბელორუსი, უკრაინა, სასუნხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და მინ გამომჩა. ესენი ყველა ევროპისკენ მიდიან თქო და შენ ახლა რომ მიჩემებ რომ თითქოს შენ აღმოაჩინე ევროპა და ყველა სიკეთერეკები. აი ეს ქვეყნებიც მეთქი, სულ ყველა იქ გაწევრიანებისთვის იყვნენ. ეს მინისტრიელი ამას ეძღვნებოდა მეთქი, ხომ კარგად იცი. თანაც შენ ყველაზე წინაც არ ახარ მეთქი, მოლდოვა გვისრებს, ყველაფერს რო თავი დაანებო. მოლდოვას მოსახლეობა ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლებაში კომუნისტების დაბრუნების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ფიქრობს კახა გოგოლაშვილი. ეს კი გავლენას საქართველოსაც მოახდენს, აცხადებს პოლიტოლოგი. თუ კი მოლდოვა დესტაბილიზაციის რაღაც ახალ ეტაპზე ვიხილეთ, ეს თავისთავად ევროკავშირში გარკვეულ ეჭვებს გააჩენს საქართველოსთან მიმართებაშიც. საერთოდ რეგიონის მიმართ გარკვეულ შეიძლება ითქვას გარკვეულ პესიმიზმსაც გააჩენს მთლიანად მთელ ევროპაში, ევროკავშირში. მოლდოვას ოპოზიციას სათავეში ვლადიმერ ვორონინი უდგას. კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი 2001-დან 2009 წლამდე იყო. ახლა ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვს. მოლდოვას პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი ირჩევს.